მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია საუბრები ავიაციაზე და დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ტრადიციულ საერთაშორისო მიმოხილვას. ჩვენ სტუმართან ირაკლი ნასძესთან ერთად, რომელიც გვერდება საუდის არაბეთიდან, მიმოვიხილავთ მსოფლიო ავიაციის ყველაზე აქტუალურ ტენდენციებს, რა თქმა უნდა, გამოწვევებს და სფეროს მომავალს. ასე რომ მე ვიწყებ ჩემს სტუმართან საუბარს ირაკლი ნასძესთან. ირაკლი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა გიორგი, მოგესალმები შენს მაყურებელს. ირაკლი, ისეთ საგულისხმოა თქვენ გვერდებით საუდის არაბეთიდან და მე მინდა დავიწყოს საუბარი სწორედ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე და მის გავლენაზე მსოფლიო ავიაციაზე და ამდენად უკვე გამოიკვეთა გრძელვადიანი შედეგები ამ კონფლიქტის შედეგად. კი ბატონო. Რო გადავხედოთ ხო 2026 წლის მიმდინარე, ასე ვთქვათ, სტატისტიკას თუ რა ხდება გლობალურ ავიაციაში, ანუ გლობალურად რო შევხედოთ არა მარტო ამ რეგიონიდან გამომდინარე, არამედ გლობალურად, ანუ 2026 წელს მაინც არის მოსალოდნელი წინა წელთან შედარებით, თუ წინა წელს სადღაც 5 მილიარდი მსავრი იყო მსოფლიოს ჭამბურად გადაყვანილი, წელს არის მოსალოდნელი, რომ იქნება სადღაც 5.2 მილიარდი. ანუ რაც ასევე პოზიტიური არის, ის არის რომ ასე ვთქვათ, შემოსავალი გლობალურად ასევე იზრდება, თუ წინა წელს იყო სადღაც 1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შემოსავალი მთლიანად ავიაკომპანიებზე, წელს არის სადღაც 1.1-1.2 ტრილიონი შემოსავალი, რაც ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ დატვირთვა load factor-ი ასევე არის ძალიან ძლიერი, სადღაც 84%. და ეს ყველაფერი არის რის ხარჯზე ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა ამ რეგიონში ახლო აღმოსავლეთში მაგალითად მაისის თვეს რო შეხედოთ წინა წელთან შედარებით არის 30%-ით ნაკლები ტრაფიკი, თუმცა იმ ასე ვთქვათ კონფლიქტიდან გამომდინარე ხო, რომ შეხედოთ 30%-ით შემცირებას თითქოს არაფერი არ არის და რაც ასევე დაბალანსებული არის, რომ სხვა რეგიონებში მსოფლიოს მასშტაბით მაინც არის ასე ვთქვათ, და მოთხოვნა კომერციულ ავიაციაზე. Ერთადერთი ყველაზე დიდი განსხვავება რაც არის ის, რომ შეხედოთ სუფთა მოგებას, ანუ net profits, წინა წელს თუ იყო ყველა ავიაკომპანიის ჭამმა სადღაც 45 მილიარდი დოლარი, ასე ვთქვათ, სუფთა მოგება, წელს არის დაახლოებით ნახევარი, სადღაც 23 მილიარდი მოსალოდნელი. ეს არის რითი განპირობებული, ხო, ეს არის განპირობებული ძირითადად არის იმითი, რომ მაღალი საწვავის ფასები, რაც ავიაკომპანიებს ამ დაახლოებით 20-50% არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დანახარჯის ნაწილი და უწევთ ამ თემის განმავლობაში გაცილებით უფრო დიდი საწვავის ფასის გადახდა. რაც პირდაპირ არ გადაეცემა მგზავრებს, რა თქმა უნდა, ბილეთის ფასებიც ასევე გაზრდა, მაგასაც შევეხებით ალბათ. მაგრამ არ მოხდა მთლიანად გადაცემა და ავიაკომპანიები საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, საკუთარ მხრებზე იღებენ ამ დატვირთვას. ნაწილი ავიაკომპანიები, რაღაცნაირად ავიაკომპანიებს შეექმნათ უფრო დიდი პრობლემები, მაგალითად Spirit Airlines ამერიკაში, რომელიც გაკოტრდა. ანუ Win რომელი ავიაკომპანიები იყვნენ მის ყველაზე მეტად დააწვა, ასე ვთქვათ, ეს კრიზისი, საწვავის კრიზისი. პირველი ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და Spirit-ი არის კარგი მაგალითი ამისთვის და მეორე ავიაკომპანიები, ვისაც არ ჰქონდათ საწვავის hedging-ი, არ ვიცი გასულად როგორ არის ამის ავიაკომპანიები, რომელსაც დაფიქსირებული ფასები. და დაფიქსირებული ფასები. ხო, ანუ იმ ავიაკომპანიებსაც, რომელსაც ჰქონდათ 30-40 ან 80% ასე ვთქვათ, დაფიქსირებული ფასი საწვავის, მათ რა თქმა უნდა, ანაკლებად შეეხოთ ეს პრობლემები და ასევე ავიაკომპანიებს, რომლებსაც ტრადიციული გაგებით, ასე ვთქვათ, network ავიაკომპანიები არიან, რომლებსაც აქვს დიდი მოთხოვნა პრემიუმ მგზავრებზე, მათაც ნაკლებად შეეხოთ ეს კრიზისი. ეს მოკლედ რომ გითხრა მიმდინარე კრიზისის ახლო აღმოსავლეთზე რო ცოტა ხანი კიდე გავჩერდეთ, მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ ჩვენს ტელემაყურებელს აინტერესებს, როგორი არის სტატუსი ფრენების იმ დიდ ჰაბებში, რომელიც მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში, როგორც არაბეთთან გაერთიანებული საემიროები, დოჰა და ასე შემდეგ. ხო. ანუ სრულად ფუნქციონირებს ყველა დიდი ჰაბი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არის, ეს არის
დუბაი, დოჰა, აბუ დაბი, ასე შემდეგ იყო რა თქმა უნდა რაღაცა დღეებში და შეიძლება კვირების განმავლობაში შეზღუდვები და შეზღუდვები ამ ჰაბებთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელ დღეს უკვე სრულად ფუნქციონირებს. მე თვითონ ვფრინე რამოდენიმე დღის წინ დოჰადან, ასევე ორი კვირის წინ ვფრინე დუბაიდანაც და მართალი გითხრა, ანუ დიდათ ვერაფერს ვერ შეატყობ აეროპორტს, კი არა ვერაფერს ვერ შეატყობ ან მგზავრების მხრივ, ან რაღაცა დაპირთვა აკლია, ან რაღაცა. ამ საინტერესო არის განსხვავებული პოლიტიკა, განსხვავებული ავიაკომპანიების მიერ, მაგალითად Emirates-ი, ანუ სტრატეგიულად იყენებს ამ მომენტს, რომ თქვათ რაღაცა ნაწილი ფლიტის ან რაღაცა გაარემონტოს, ან რაღაცა ხო რაღაც ნაწილი შემცირება, მოუწია შემცირება ფრენების, თუმცა მეორე მხრივ ხედავ ეთიჰადს, აბუ-დაბის, რომელიც სომეთკაც პატარა ზომის ავიაკომპანია Emirates-თან შედარებით, მაგრამ იყენებს ამ მომენტუმს, რომ რაღაცა ახალ ბაზრებზე შევიდეს და ახალი მიმართულებები გახსნას. თუმცა აეროპორტების მხრივ სრულად ფუნქციონირებადი არის. ირაკლი, მე მინდა დაუბრუნდეთ ბილეთების გაძვირებას და იმ ტენდენციას, როდესაც მიუხედავად ამ ტენდენციისა ბილეთების გაძვირებისა, მაინც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. და ასევე არის ერთ-ერთი გამოწვევა ამ პროცესში, როდესაც მიწოდება მაინდა-მაინც ოპტიმალური არ არის, იმიტომ რომ ავიაკომპანიებს გარკვეული სიძნელეები აქვთ, იქ ბევრი ფაქტორია თვითმფრინავების სიმწირე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ ახსნით ამ პარადოქსს და რას ფიქრობთ, რამდენად გაგრძელდება ეს ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში? პირველ რიგში, კაი კითხვა არის, პირველ რიგში, ჩემი ვარაუდით ნამდვილად გაგრძელდება, ანუ დაახლოებით ერთი, რაც შეიძლება ახლა როდესაც წინასწარ თქვა, ერთი ავით შემდეგი 4-5-6 წელიწადი ნამდვილად გაგრძელდება ეს ტრენდი. ხო, ანუ რომ შეხედო ორი ძირითადი ფაქტორი არის და შენ სწორედ აღნიშნე, თქვათ თვითმფრინავების სიმწირე და მიწოდების სიმწირე. რო შეხედო, ანუ კოვიდამდე და კოვიდის მერე ძალიან შეიცვალა თვითონ მომხმარებლის აქციელი და მიდგომა ზოგადად მოგზაურობასთან და ავიაკომპანიის ბილეთების ყიდვასთან დაკავშირებით. ანუ ეს მგზავრობა, კომერციული მგზავრობა უფრო გახდა რაღაცა საჭიროება, ვიდრე რაღაცა ფუფუნების საგანი, რაც აისახება იმ მიდგომაზე, რომ მგზავრები არიან მზად, რომ გადაიხადონ უფრო მეტი საფასური. რო შეხედო ორ რაღაცას, ხო, ანუ კი, რა თქმა უნდა, ანუ ბილეთების ფასები სადაც 10-30%-ით არის, სადაც მერყეობს სამშუალეთში რეგიონის და რამდენად ჩორს მიფრინავ მაგის მიხედვით, რო შეადარო კოვიდამდე რა იყო და დღეს რა არის, ხო, რა არის ლონდონი, ნიუ-იორკის ბილეთი თუ ადრე იყო $500, დღეს არის სადღაც $650-700 შეიძლება. კი, ნამდვილად ეს არის, თუმცა მეორე მხრივ უნდა შეხედო რა ხდება ასევე ინფლაციასთან მიმართებაში, რა ხდება ასევე ხალხის ხელფასებთან შედარებით და ეს გლობალურად რო გადახედო, უბრალოდ ხო მესმის რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირად არის ეკონომიკური განვითარება და ასე შემდეგ. თუმცა რო შეხედო 2020 წელს რა იყო ასე თქვა საშუალო ადამიანის შემოსავალი და ბილეთის ფასი რა აღიდა, ეს იყო რაღაცა 1.6%. და დღევანდელ დღეს რო იგივე სტატისტიკას გადახედო, სადღაც 1.5%, 1.6% არის. ანუ ადამიანის შემოსავალთან შედარებით და ბილეთის ფასი ბალანსი მეტნაკლებად დაცული არის, თუმცა რა თქმა უნდა, გვიწევს მეტეს გადახდა, რომ და ვიფრინოთ. და მეორე, ანუ ხო, იმის საქციელის სრულების მიუხედავად, რომ ანუ ასე ვთქვათ, მგზავრობა გახდა როგორც საჭიროება ხალხისთვის, რომ წელიწადში რამოდენიმეჯერ მაინც იმგზავრონ, ხო, ანუ ეს ზრდის მოთხოვნას ერთის მხრივ და ავიაკომპანიებს არ შეუძლიათ ამ ზრდად მოთხოვნას უპასუხონ, იმიტომ რომ მათ აქვთ ძალიან დიდი შეზღუდვები მათი ფლოტის განვითარებასთან, ახალი თვითმფრინავების მიღებასთან მიმართებაში, ხო, რაც ასე ვთქვათ, ამ ეკვილიბრიუმს მოთხოვნა მიწოდების აქცევს იმაში, რომ ანუ მოთხოვნა იზრდება და მიწოდების და იგივე პროპორციით ვერ ხდება. ირაკლი, მე მინდა აუცილებლად შევეხოთ ძალიან ტენდენციურ თემას, როგორც არის და ისეთ აქტუალურ ტენდენციას, როგორც არის ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ავიაციაში, რომელიც ყოველდღიურად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. რამდენად შეცვლის და რამდენად დიდ გავლენას იქონიებს ხელოვნური ინტელექტი ავიაციის განვითარებაზე? რა თქმა უნდა, რაღაცა კუთხით შეცვლის როგორც ყველაფერს, თუმცა ჩემი აზრით ბევრი რაღაცა, ანუ ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე ჯერჯერობით ის არის ხობდებიან ცოტა
hype არის ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით რა შეიძლება შეცვლოს და როგორ შეცვალოს ჩვეულებრივი მგზავრისთვის ან თვითონ ავიაკომპანიის მენეჯმენტისთვის. ანუ სადაც ნამდვილად არის ასე ვთქვათ გაუმჯობესება და რაშიც დაიხმარება ავიაკომპანიებს ეს არის ძირითადად ორი მიმართულება. ეს არის ასე ვთქვათ ტექნიკური მომსახურების სერვისების მენტალიტეტის შეცვლა მხრივ რომ ეს ტექნოლოგიები დღეს უკვე გაძლევს შენ საშუალებას რომ წინასწარ განსაზღვრო ან იწინასწარმეტყველო ამ შეთქვათ როდის და რა სერვისები დაგჭირდება შენ თვითმფრინავს რო გაუწიო ანუ მომსახურების კუთხით და ასევე ანუ ეს ასე ვთქვათ AI გაძლევს იმის საშუალებას რომ გზავრებთან მომსახურების პირობებში ხო ანუ ბევრი რაღაცა ოპერირებაზე წინასწარმეტყველო და დაგვიანებები როგორ რაღაცას გადაჯდომებს მitmito ეს რაღაცა ქსელური ავიაკომპანიებისთვის ანუ პირველად უფრო წინასწარ განსაზღვრელი ხდება იმიტომ რომ ეს დიდი ინფორმაციის გადამუშავება და აქედან რაღაცა პროგნოზების გამოდანა ბევრად უფრო შესაძლებელი ხდება ეს არის ორი ძირითადი მიმართულება და ნუ რა თქმა უნდა ეხლა ეს სუფთა კორპორაციულ მხარეზე რო იქ რაღაცა შესაძლებლებში და რაღაცა იმაში customer call-ებში და center-ებში და ეგეთ ადგილებში რო გამოიყენო AI ბოტება და იმენება რა თქმა უნდა ეგ თავისთავად თუმცა მხრივ ავიაცია არ არის განსხვავებული ნებისმიერი სხვა ბიზნესისგან თუმცა სუფთა საავიაციო კუთხით ჩემი აზრით ეს არის ტექნიკურ მომსახურებაზე და რაღაცა სუფთა ოპერაციულ აეროპორტის ოპერაციულ ნაწილში გამოყენება დიდი ინფორმაციების გადასამუშავებლად სადაც უკვე არის შედეგები დიახ, ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა მოვასწრო და ვისაუბროთ ავიაკომპანიების სტრატეგიებზე და მათ კონკურენტულ უპირატესობებზე და ასევე იმ ახალი პროექტების პერსპექტივებზე, რომელსაც მათ შორის თქვენც ახორციელებთ ახლო აღმოსავლეთში, დღეს რით უმკლავდებიან ამ კონკურენციას ავიაკომპანიები, რა არის მათ კონკურენტული უპირატესობა, ეს არის ახალი თვითმფრინავები, ტექნოლოგიები და ასევე რა პერსპექტივა აქვს იმ ახალ სტარტაპებს, რომელიც საკმაოდ ისეთი მსუყეთ შემოდის ავიაციო სფეროში. Dank კაი კითხვა, თუმცა ძალიან ფართო და შევეცდები მოკლედ გიპასუხო. ანუ ბოლო წლებს რო გადახედო დაახლოებით აი განსაკუთრებით COVID-ის მერე ხო? ანუ ავიაკომპანიების განვითარება ხდება ძირითადად ორი მიმართულებით. ერთი არის რომ ერთი ავიაკომპანიების ერთი კატეგორია არის რომელიც ასე ვთქვათ გარდაიქმნენ და იქმნებიან ამ პროცესში არიან როგორც რაღაცა მაღალი დონის luxury hospitality პროდუქტებად, სადაც ან უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა პროდუქტს, რა შეგიძლია შეთავაზო შენს მომხმარებელს დაწყებული აეროპორტიდან თუ სასტუმროდან თუ თვითონ პორტზე და მეორე არის კატეგორია ავიაკომპანიების, რომლებიც რჩევიან, ასე ვთქვათ, ეფექტურ რაღაცა მასიური გადაადგილების საშუალებად, ხო? ანუ ეს არის ultra low cost დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. თუმცა ძირითადი ასე ვთქვათ განვითარება არის ეს რომ უფრო და ეს შუალედური ავიაკომპანიები ძირითადად უფრო და უფრო ანუ ნელ-ნელა ასე ვთქვათ ხრებიან მათი პროდუქტიდან გამომდინარე. ძირითადი ბოლო წლების მიმართულება არის ეს რომ უფრო და უფრო მეტი ფოკუსი არის პროდუქტზე. უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანიები ძალიან დიდ ფულს დებენ და ინვესტირებას აკეთებენ, რომ გაუმჯობესონ მათი ან ინტერიერი, ან ლაუნჯები აშენონ, ან შეთავაზონ ეს დამატებითი ancillary პროდუქტები. ირაკლი, ჩვენი დროის სიმწირის გამო სამწუხაროდ იმ სტარტაპზე, რომელზეც მუშაობ, ალბათ მოგვიწევს მომავალ ჩვენს რუბრიკაში საუბარი და ალბათ უფრო ფართედ გავშლით. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი სტუმრობისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო ანალიზისთვის. ასეთი იყო საქმიანი ირაკლი ნასტე, რომელიც გვერდებოდა საუდის არაბეთიდან და ასეთი იყო დღევანდელი საუბრები ავიაციაზე. მეტრაციულად მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.